ევროკავშირის ინიციატივის ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული რისკების შემცირების გამოსილების გაზიარების ცენტრების ორგანიზებით თბილისში პირველადი რეაგირების ახალი პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა იმართება. შეხვედრას დაესწრო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორიც. პროექტის მიზანი 2015-13 წლების სამოქმედო გეგმის მხარდაჭერაა. შესაბამისი უწყებების აღჭურვისა და წვრთნების სამართლებრივი ბაზის დახვეწა, უწყებათა შორისი და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება. ჩვენ დავადგენთ სტანდარტებს თუ როგორ გავაგრძელებთ მუშაობას. ვკითხავთ მონაწილე ქვეყნებს რა სჭირდებათ მათ ყველაზე მეტად, რა ტიპის ტექნიკა, ტრენინგები დაეხმარებათ და რომელ ასპექტში საჭიროებენ ჩვენს დახმარებას. ჩვენ რა თქმა უნდა ყველაფრის შეთავაზება შეგვიძლია, მაგრამ მონაწილე ქვეყნებს რა სჭირდებათ რეალურად, ამაზე ვიმსჯელებთ დეტალურად. ევროკავშირის ახალი პროექტი 44 სწორედ CBRN საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული უწყებების რეაგირების შესაძლებლობების განვითარებას ითვალისწინებს. შესაბამისი უწყებების წვრთნისა და აღჭურვის სამართლებრივი ბაზის დახვეწის და აღნიშნულ სფეროში პროექტში მონაწილე პარტნიორ ქვეყნებს შორის რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების გზით.